მკითხე როგორ ხარო რა. როგორ ხარ? მეძინება ძალიან. ეხლა ისიც ვკითხე რატო გეძინება? რატო გეძინება? რატო მეძინება? ჩემბოლადო და 4-ის გამთენის 4-ის 32 წუთი იყო ხმაურმა რომ გამაღვიძა და გავიხედე ფანჯარში და გვერდზე корпуში გამთენის 4-ის ნახევარზე მუშაობდა რა ქვია იმ რაღაცას რო ანგრევს პერფერატორით კუთხსახეხით აი კი რა ისე სწორად თქვი სახელი მე ხوار მუშაობ ქართულად კუთხსახეხი ქვია მე მგონი მაგას ხო და იცი რა ზოგადად კუთხებს ხეხავს არ ვიცი მასე დაარქვეს და რატო არ ვიცი ხო და იცი რა ზოგადად ხომ ერთმანეთის გათვალისწინება და ერთმანეთის ზრუნვა ცოტა დაგვაკლდა ჯო, უცნაური ხალხი ხართ ესე იგი. არ მუშაობენ, რატო არ მუშაობენ? მუშაობენ და რატო მუშაობენ? როცა მოიცალეს მაშინ ამუშავდნენ, მაგრამ ძლიერ დაგაცადეს. ერთმანეთზე ზრუნვის ამბავი ალადო, ცუდი ამბავი მოხდა გუშინ მარნეულში ვიღაც. არ მინდა რაღაცა უხეშად გავამივიდეს, მაგრამ ცუდი მძღოლი საშილად მოძრაობდა და ბავშვს დაეჯახა, რომელიც არ ვიცი, შეიძლება გაკუთილების სასწაულად ვიდეო და სახში იდგა უბრალოდ დაეჯახა და ადგილზევე სამწუხაროდ ის ბავშვი დაიღუპა და ბევრჯერ საუბრობთ ხოლმე რომ საგზაო უსაფრთხოება და მანქანასთან გათამამება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და ეს მოწოდება არ ვიცი რა შეცვლის მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიფრთხილე რო გმართებს და სხვებზე ზრუნვა რო გმართებს კიდევ ერთხელ გეთანხმები მართლა აი სიჩქარე არაფერს არ მიცემდა იმ ადამიანს და სამაგიეროდ მოძრაობის წესები რო დაეცვა ერთი პატარა ანგელოზე დღეს ცოცხალი იქნებოდა. მოჩქარეს მოუგვიანდესო. თვითონაც დაიღუპა თავი და ის ოჯახი საერთოდ გაანადგურა და უკაცრავად ცოტა მძიმე თემით დავიწყეთ, მაგრამ გვინდოდა ამ თემას შევხებოდით და ვთილობთ ხოლმე ყველა გადაცემაში ამ საგზაო უსაფრთხოებაზე რაღაც თქვა ხოლმე იქნება ერთმა კაცმა მაინც რაღაცა გაიგოს, არ ვიცი. ერთი მაინც რო აჩქარდება და აი მამების დროში ხო, შეანელებს უკვე შედეგი იქნება. მიშო, უძვირფასესი სტუმარი ყავს როგორც ყოველთვის. გეთანხმები კიდევ ერთხელ როგორც ყოველთვის. ქალბატონი იაშუღლიაშვილი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, 2 ვაჟის დედა, შვილიშვილები რამდენი? 2. 2 შვილიშვილის ბებია. მოგესალმებით. კაი გამარჯობა და უღრმესი მადლობა რომ და სად ვართ ისიც ვთქვათ. აქ ყოველთვის შემოსული ვარ ხოლმე როგორც მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ აქ დავსხდებოდით და გადაცემაში ჩავწერდით და ძალიან ამ შესაძლებლობისთვისაც თქვენ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მამების შემთხვევაში როგორ არის ხოლმე იცით რომ თან ასაკიანებსო ჩავწერთ ვისაც უკვე ბაბუობა გამოცდილი აქვს. ბაბუობა უფრო ტკბილიაო და უფრო სხვანაირიაო და დედის და ბებიის შემთხვევაში როგორ არის? ბებიის შემთხვევაშიც ეგრეა. ბები არის დიდი სიყვარული შვილიშვილების და ნაკლები პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მაინც მშობლებს აქვთ უფრო მეტად აღებული, თუმცა ბებიებსაც გვაქვს რა თქმა უნდა და ვზრუნავთ, ამიტომ შეგრძნების დონეზე უფრო ისეთია, სასიამოვნო და უფრო მეც სიყვარულს მოიცავს. აუ ბებია ძალიან ტკბილია და ალბათ ათამამებთ კიდეც. მშობლები თვლიან რომ რაღაცებში ვათამამებ, მაგრამ არა ზომიერად არ მგონია, მაგრამ ურთიერთპატივისცემა გვაქვს ბებიას და შვილიშვილებს. ალბათ ყველა მშობელს ეგრე გონია რომ ბებია ათამამებს, არა და ბებიას უნდა რომ მაქსიმალურად კარგად რო იყვნენ ეს გვინდა უბრალოდ აუცილებლად გვინდა აუცილებლად კარგად და ჭამლის ჭამას არ უჩევიან ამიტომ მაგაზე გართულებები არა გვაქვს მაგრამ აი მეცადინეობას რაც შეეხება და ძირითადად მე მიწევს ხოლმე მუსიკის ანუ მუსიკალურ სკოლაში დადიან ესეთ სპეციფიური სკოლა არის სადაც ქართულთან ერთად მეორე გაკვეთილი შეიძლება სოლფეჯიო ქონდეთ ან ну ესეთი 10 წლედის ტიპის სკოლა არის ამიტომ აუცილებელი კომპონენტია რომ მუსიკა უნდა ისწავლებოდეს და ამ მუსიკის ხელმძღვანელობას მეუწევ რა თქმა უნდა ამიტომ დატვირთულად ჩართულები ვართ ამ ამბავში და ზოგჯერ ეხალისებათ ზოგჯერ არ ეხალისებათ და ყოველ შემთხვევაში საქმეს აკეთებ. აუ სოლფეჯიო ეხლა როგორ არ მიყვარდა სოლფეჯიო. მე არც ვისწავლია. მუსლიტერატურა ძალიან საინტერესოა. აი ესეთია თუ გაუგებ, სხვათა უფროს ბიჭი არის, ჯერ ბიჭთან დავიწყე და მერე გოგოსთან და აი ბიჭთან რო დავიწყე
თავიდან თითქოს გაუჭირდა, მაგრამ აი რაღაც მათემატიკასთან არის კავშირში და ალღორო აუღო, მე უკვე პირიქით თვითონვე მოწონდა, რომ აი აგნებდა რაღაცებს და ხვდებოდა ზუსტად ის რაც საჭირო იყო და დღეს უკვე თავისით სოლფეჯიოს მე იმას აღარ ვამეცადინებ, თავისით აკეთებს, ყველაფერს ხვდება და გოგოს მეხმარება ჭირდება ჯერ პატარა. ქალბატონოია, ძველი თაობის მამებს, ჩვენ მამების დრო ვართ და მამებზე ბევრს საუბრობთ. კი ბატონო. ძველი თაობის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სუდედაზე მეკითხებიან ხოლმე და მე თვითონ ვთავ ცოტა პატარა მონაკვეთით მამას და ეხა მამაზე ვისაუბრებ. ეხლა ცოტა პირიქით იქნება. კი ბატონო, სიამოვნებით. ხო და ანუ ძველი თაობის მამებს რატომღაც შეიძლება სტერეოტიპია და ეგრე ვიცით, მაგრამ რატომღაც სიტყვაძუნწები იყვნენ, უჭირდათ სითბოს გამოხატვა და ანუ დღევანდელი მამა ცოტა სხვანაირი. აი როგორი იყო მამა, სიტყვაძუნწი იყო, არ გამოხატავდა. არა, იცით რა, მამა იყო ძალიან დაკავებული თავის საქმით, მუსიკოსი, კომპოზიტორი, პედაგოგი და ამიტომ ბევრ მუშაობდა მუსიკაში და ფიქრობდა ბევრს. იგივე მომავალი თაობისთვის როგორ მიეწოდებინა საინტერესოდ ეს მუსიკა და ამიტომ რაღაცა ესეთ სტუდიასავიცაც კი გააკეთა, სადაც ზუსტად აი სოლფეჯიოს, ლიტერატურას ყველაფერს ოღონდ სხვა სახით და სხვა მონდომებით აკეთებდა, იმდენად რომ ბავშვები კი არა, მშობლები ითხოვდნენ, რომ ცალკე მშობლების ჯგუფი რო გახსნათო, იმდენად საინტერესო იყო. ხა ესევე რა გიხწერთ, მაგრამ მართლა, იმიტომ რომ მოცული იყო თვითონ მთლიანად ამ მუსიკით. ამიტომ ჩვენც გვიზიარებდა ამას და ქონდა ჩუმი ადამიანი იყო, ვერ ვიტყვი რომ ესეთი, მაგრამ ძალიან გულგახსნილი იმისთვის რომ სულ რაღაცა ცოდნა მოეცა. მამა ძირითადად იყო კლასიკურ მუსიკას, ასე ვთქვათ, უკირკიტებდა და შიგნით ეძებდა მუსიკის საფუძვლებს, ასე ვთქვათ, მაგრამ თვითონ იყო ალტერნატიული ატონალური მუსიკის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იმ დროისთვის ძალიან უცხოხილი იყო ეს ჟანრი და ეს სტილი მუსიკის, მაგრამ აი თითქოს რაღაცა დროს გაუსწრო, იმ პერიოდში თვითონ ვერ მოასწრო ამის რეალიზება, მაგრამ შემდგომ უკვე რაღაცნაირად მოხდა რეალიზება ახალგაზრდებში, დღევანდელ ახალგაზრდებში და განსაკუთრებით საზღვრებს იქით ძალიან ხშირად სრულდება მისი მუსიკა. აქაც შესრულებულა, მაგრამ იქით უფრო სამწუხაროდ, მაგრამ იქით უფრო ხშირად სრულდება, ამიტომ რაღაცნაირად იქით მოსმენა უფრო გვიწევს ხოლმე და სასურველი იქნება, რომ აქეთაც იყოს. თუმცა მყავს ამის მიმდევრები და შემსრულებლები. რთული მუსიკაა, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ჩუმი კომპოზიტორი იყო, ასე ვთქვათ, კი იყო კომპოზიტორთა კავშირის წევრიც იყო, მაგრამ დიდად ეს არაფერს არ აძლევდა. თავისთვის იყო და მუშაობდა. ქალბატონ ინოლას თუ ქონდა მამას სიმღერები რეპერტუარში? სიმღერებს არ წერდა მამა. გასაგებია. ანუ უფრო კლასიკური, ხო, კომპოზიცია კლასიკური ჟანრის, უბრალოდ იმ ჟანრში ახალი შემოსული იყო, აი როგორც საზღვარგარეთ იყო შნიტკე, აი დაახლოებით ეგეთ სტილში წერდა მამა მუსიკას და მაშინ აი ძალიან უცხო იყო, ანუ მსმენელისთვის და იგივე თეორიულადაც ვერ აუხსნიდი და ვერ მიიღებდნენ მაგ მუსიკას. ანუ ატონალური მუსიკა თავისთავად ხო მოიცავს იმას, რომ არ არის ვთქვათ მოცარტივით დალაგებული, ვთქვათ შოპენივით სასიამოვნო და ასე ატონალურია, ხო. ამიტომ მის გონებაში რაღაც ეს არის ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის და მუსიკის და ყველაფრის ერთად შერწყმა, რომელიც აწუხებდა და ამას აკეთებდა. პატარა ია თუ ყოფილა პირველი მსმენელი მამას მუსიკის? მამა მუსიკას წერდა, როგორც დედა, ასევე მამა არ მინახავს პროცესში, რომ აი ინსტრუმენტთან სხედან და რაღაცას წერენ. ეს ჩვენ ოჯახში იყო, აი რაღაცნაირად თავში მოდიოდა, მათ თავში მოდიოდა და მე მახსოვს სოხუმში ვისვენებდით კომპოზიტორთა სახლი იყო იქ დასასვენებელი, სადაც მამას აძლევდნენ საგზურებს და მივდიოდით ხოლმე ყოველ წელს და იქ ჩვენ ნომერში ინსტრუმენტი არ გქონდა, ზოგიერთ ნომრებში, ასე ვთქვათ, ლუქსებში იყო ინსტრუმენტი, მაგრამ ჩვენ ეგეთი ნომრები არ გქონდა ხოლმე და მამა იჯდა და სულ ნოტებში წერდა. ანუ რაც თავში მოსდიოდა, იმას
აფიქსირებდა ნოტებში. ანუ მის გონებაში ეს მუსიკა ცხოვრობდა, ანუ ინსტრუმენტით შიგნით ქონდა ყველაფერი იყო და ამას წერდა და მე უკვე ამის რეალიზება ეს იყო არა მარტო საფორტეპიანო, არამედ მაგალითად სამი ფორტეპიანოსთვის იშვიათობაა ეგეთი რაღაცა, რომ სამი ფორტეპიანოსთვის დაიწეროს, ორკესტრისთვის და რაღაც კვარტეტისთვის, ორკესტრისთვის და ფორტეპიანოსთვის, ანუ და ეს ორკესტრს რო წერ უკვე ამ ეს თუ არ შეასრულა ვინმე ესე ვერ გაიგებს მაყურებელი და თვითონ ეს ყველაფერი ყურში ესმოდა. ამიტომ წერდა და წერდა. ამიტომ მე შემსწრე ამის არ ყოფილვარ, მაგრამ აი რაღაცა მონაკვეთების ვთქვათ, რომ რაღაცას უკრავდა და მერე უკვე მოგვიანებით რომ გავიგონე ეს მუსიკა ორკესტრის შესრულებით, პიანისტის შესრულებით, რაღაცა ინსტრუმენტების შესრულებით მერე აღმიდგა ბავშვობის ემოციები, იმიტომ რომ ესმე რაღაც ბგერები, ვიცი, ეს ბავშვობის, აი ეს რაღაც ყურში ჩარჩენილი ბგერებია. უბრალოდ ეს ერთობლიობაში არ მქონდა მოსმენილი და აი ძალიან ემოციური იყო პირველად რომ მოვისმინე, რომ რაღაცნაირად გადამაგდო იმ სახლში, იმ ინსტრუმენტთან, იმ რაღაცა იმ ფრაგმენტები ესე სურათებად დამიდგა თვალწინ და ემოციურად იყო ძალიან ძლიერი, რომ ეს მე ვიცი, ეს მე ბავშვობაში გავლილი მაქვს და სამწუხაროდ მე აღარ იყო უკვე მამა და რაღაც მოგონებად დარჩა. ისე ლადოს კითხვას გავაგრძელებ თუ შეიძლება. ერთ-ერთი ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანი ჩავწერეთ. ესეთი კითხვა დავუსვით, რომ მიყვარხარ შვილებისთვის რამდენად ხშირად გითქვამს და არ მithქვამსო, არ შემეძლო ამ სიტყვის გამოყენებაო. ახლა გამახსენდა მამა ჩემს აქვს ადრე ძალიან ნათქვამი ამერიკელებსო რა კარგი თვისება აქვთო, კინოებში შვილებსო მიყვარხარ ხშირად ეუბნებიანო, ანუ მაინც იქით მივდივარ რაც ლადომ თქვა, რომ იმ ძველთაობას თითქოს არ იყო შეჩვეული ამ სიტყვას ვერ ამბობდა, რატო არ ვიცი, მაგრამ ჩვენი თაობა ვიყენებთ ამ სიტყვას, მე პირადად ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს შვილებისთვის კი არა და უცხო ადამიანისთვისაც მიყვარხარ რომ უთხრა. აი თქვენი აზრი მაინტერესებს. ეს სიტყვა რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენი შვილები რამდენად იყენებენ, თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ? კი, იცით რა და მამაც თუ იყენებ და მამაც თუ იყენებ. დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა ცხოვრება თვითონ გვაძლევს შესაძლებლობას რომ რაღაცები შევცვალოთ, ხო? და მიყვები ამ ცვლილებებს ასე ვთქვათ და შემოდის შენს ტერმინოლოგიაშიც რაღაცეები იცვლება, უნებლიეთ ესე იცვლება, უბრალოდ ყურადღება უნდა მივაქციოთ რა არის აქედან ღირებული და რა არ არის ღირებული. მიყვარხარ სიტყვა, რა თქმა უნდა, ბედნიერება და არც უნდა გვეუხერხულებოდეს ამის თქმა. თუმცა ეხლა მამას რაც შეეხება, მამა ყოველთვის მზერით გამოხატავდა მაგ მიყვარხარს ან ღიმილით გამოხატავდა სიტყვით მეც არ მახსოვს რომ ესე ეთქვათ მეც ნაკლებად თქვათ ვეუბნებოდი ჩემს შვილებს ესე უფრო საქმით გამოიხატება და ალბათ იმ დროში რა დროშიდაც ესე იყო მიღებული იმ დროში ესე უხდებოდა რომ ზედმეტი პედალიზირება კი არ ჭირდებოდა ამ სიტყვას, არამედ ეს ვლინდებოდა თავისთავად და ის სიყვარული, რაც გაგაჩნია ადამიანის მიმართ, შვილის მიმართ, მშობლის მიმართ, ის არ იკარგება და ამას სიტყვით თუ ქმედებით გააკეთებ თუ მზერით თუ ღიმილით, მაგას არ აქვს, მთავარია სიყვარული იყოს. ხო და მე ეხლა შვილიშვილებს კი მეც ვეუბნები, მიყვარხარ ბება მიყვარხარ და იმათი ნათქვამი რა მაგარი მოსასვენებელი. იმიტომ რომ ისინიც გეუბნებიან და შენც ხო გინდა რომ უპასუხო, მეც მიყვარხარ და ამიტომ უნებლიეთ იცვლება და შენც გათქმევინებს უკვე ცხოვრება რომ თქვა ეს სიტყვა და არ დაგენანოს. ანუ იმის შეჯამება მინდა რომ ის რომ არ დაგვეზაროს ერთმანეთის მიყვარხარ თქმა, ესეც სწორია, მაგრამ თუ არ იძახი, მაგრამ ამას გამოხატავ, ესეც სწორია. შვილიშვილები ახსენეთ ქალბატონო ია და შვილიშვილებს ბებია ყოველთვის კარგი ნუგბარს აძლევს და ეხლა გადაწყვეტეთ რომ ასეთი ქართული ნუგბარია ქართული კომპანია უпростоრად თორე ჩურჩხელა ისედაც ქართულია მაღაზია კი უყურს ჩურჩხელა სუთი ფაუერი არის ასეთი კომპანია რომელიც აწარმოებს უძაფო ჩურჩხელებს ტრადიციული ყურძნის არომატით ბუნებრივია და არატრადიციული ბროწეული ჩურჩხელა ო სასწაულად გიურიელი რამეა და
შეგიძლიათ მიართოთ თქვენ შვილიშვილებს. დიდი მადლობა. ბროწეულისაში მეც შევეწილები, ოღონდ უნდა გავსინჯო, არ გამისინჯოს ბროწეულისში. თან ხვამობენ რომ კარგი ნატურალური ტკბილეული გონებას ხსნის და აი სოლფეჯიოს მეცადინაო. ის დროს ზუსტად რომ მიპასუხებენ მირცემენ. ნება შეგიძლიათ მისცეთ. აი აქეთ დავდებ და კი ბატონო. გადაცემისფერი მოგართ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობარს. როვერს ასეთი კარგი ჯანსაღი ტკბილეულისთვის. გამიხარდება კიდე ბევრი ქართული ეგეთი ჯანსაღი რაღაცა თუ გამოვა. კი, დაცავარი ჯანსაღია. მე ისე მომიყვარხარის ამბებში მიდი, კარგად გილას. არა, საოცარი სიტყვები თქვა, რომ თვალებით გვძნობდიო და გამახსენდა ხან მამა ჩემის, ხან ბაბუა ჩემის, აი თვალებით რო გამოხატავდნენ, გინდა გაბრაზებას, გინდა სიყვარულს და აი მაგალითად დედა ჩემმა არ იცოდა გაბრაზება. იცოდა წყენა. და ეს წყენა თვალებში გამოიხატებოდა, რა თქმა უნდა და მე რჩივნა ვეცემე, გაველანძღე, რა ვიცი, რაღაცა საყვედური ეთქვა ან რაღაცა, მაგრამ აი ესეთი სახით შემომხედავდა რომ ყველაფერი, მაგრამ ამას ალბათ თვითონ ალბათ არ ვიცი, მშობლებისგან მოდის ესეც, რომ მეც ვიგებდი იმიტომ რომ შეიძლება იყო რომ აი არ გაწუხებს და რაღაც გაიარო, მაგრამ ეთყობა ისე გაწუდიან ამას რომ მე იმის თვალებსაც აკვირდები ხშირად და წყენასაც გძნობ, სიხარულსაც გძნობ, სიყვარულსაც გძნობ და ყველაფერს გძნობ. არ მახსენდება მამა ჩემი გამბრაზებოდა ან დაეყვირა. ცემაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია და ერთხელ ვიყავი მე-6 კლასში, მე და ჩემი მეგობარმა პატარა კლასელი გოგონა გავაბრაზეთ, სრულიად ბავშვი რაღაც იყო, მაგრამ იმ გოგონას სახში მივიდა ტირილი და ბუნებრივი იყო მისი მშობლის რეაქცია, რომ მოვიდნენ ჩვენთან, რომ როგორ იკეთეს და გააკეთეს. ალბათ მეც ანალოგიურს ვიზამდი და მამა ჩემს საყვედური უთხრეს, დედა მე მგონი არ იყო სახში, აღარ მახსოვს და ისინი წავიდნენ და დგავარ და ველოდები და ვოცნებობ რომ ცემოს. აი მართლა გულწრფელად ვოცნებობდი რომ ვეცემე და მომიბრუნდა და გეხვეწები ასეთ მდგომარეობაში გეხვეწები მეორედ აღარ ჩამავდა. აუ მეთქი რა იყო ერთი მაგრად მცემე მაგის თმას მერჩინა. კი, არის ეგ შეგრძნება ზუსტად რომ რაღაცნაირად გული არ გინდა ატკინო და უნებლიეთ გამოგდის და მე სამაგეროს ვეღარ პოულობ რომ გამოისყიდო შენ და ნაშავ. ვიღე ის სასჯელი ჩემთვის იყო, უნდა ვეცემე რომ რაღაცა ჩვებას მომგვრიდა და ეს იყო გაცილებით დიდი სასჯელი იყო მამა ჩემის მხრიდან ეს ნათქვამი ვიდრე გავაკეთე. აულად ვერ ისე ვიქცავდით, რა ქვია, ენით დაკოდილი ხო გახსოვს ამ. ენას გაცილებით მე განადგურება შეუძლია ადამიანს. იმ გატეხილთავს და ერთ სილას შეგეხოსდა როგორ გას. კი, ნამდვილად. 10 წლის იყავით დედა რო გარდაიცვალა. რო გაიხსენოთ ჩვენთან როგორი იყო. არ ჩემთვის იყო ულამაზესი ფოტოებში და ვიდეოებში რაც მე ხავს საოცრად ლამაზი იყო. გახსოვთ მისი სილამაზე ფოტოებიდან არა ის აი როგორი იყო თქვენთვის. სილამაზე შინაგანი სილამაზე მახსოვს ეს რა თქმა უნდა ეხა დედა ყველასთვის ლამაზია. ყველა შვილისთვის და ჩემთვისაც დედა იყო. უბრალოდ პატარა რო ვიყავი, მაშინ მე ვგრძნობდი რომ ამ ხელამნიშნულობის დედა მყავდა. და მე რო წამოვიზარდე და უნდა ვთქვა რომ ინოლას გარდაცვალების მერე უფრო დავიწყე ინოლას გაცნობა. ასე ვთქვათ, უფრო მეძლეოდა მე, წამოვიზარდე თან და ალბათ სურვილიც გამიჩნდა რაღაცების, უფრო გავეცანი მის სიმღერებს, იმიტომ რომ ინოლას დროს ჯერ კიდე პატარები ვიყავით მეც და ჩემი ძმაც და მაინც საბავშვო სიმღერებს ვმღეროდით ხოლმე და ამ ამბავში ვიყავით, საბავშვო ამბავში და მე დაიწყო უკვე იმ სიმღერების მიღება, გათავისება, ძალიან მიყვარდა, როცა მარტო რჩებოდი სახლში, ინსტრუმენტს მიუჯდებოდი და ვარჩევდი ამ სიმღერებს და ინოლას ვეცნობოდი და ინოლასთან ვიყავი მაგ დროს და ეს შეგრძნება სულ დამრჩა რომ ჩემთან არის ყოველთვის, იმიტომ რომ მაინც მიწევს მღერა მისი სიმღერების და ყოველთვის ჩემთან არის და თავისთავად ინოლა მახსოვს აი ამ განწყობით ძალიან დაკავებული იყო, ესეც ბევრჯერ მაქვს მონაყოლი, მაგრამ თქვენთანაც ვიტყვი, დაკავებული იყო, მაგრამ შაბათ-კვირა დღე იყო ჩვენი დღეები, ასე ვთქვათ, ხან გავდიოდით ქალაქგარეთ, ხან ლისზე ავდიოდით ხოლმე, ხან სახლში ვიყავით, მაგრამ ამას ყოველთვის თანძდებდა სიმღერა, რაღაც ხიარულება, სადმე წასვლა სტუმრად შეიძლება და აი ამ ყველაფერში იყო
უნებლიეთ განსპეციალურად, უნებლიეთ რაღაცების სწავლება. და იმ გულის და სულის ჩადება, რაც უნდა მშობელს რო გასცეს შვილისთვის. და ჩვენც ამას ვღებულობდით ჩვეულებრივ მონაცემ. ამიტომ მე ამ მქონდა აღქმა, რომ მე მეგონა რომ ყველა დედა ეგეთია, ყველგან ეგრე ხდება, ყველგან ეგრე მღერიან, ესეთი მხიარულება, ესეთი განწყობებია და მე რო გავაცნობიერე, სიღრმეებში ჩავედი, რომ თლათ ესეც არ არის, რაღაცა განსხვავებული აქვს ამ ადამიანს და გამორჩეულია რაღაცით და ოღონდ ეს ჩემთვის არ ყოფილა, რომ ამის გამო რაღაცა ის მქონოდა. უბრალოდ კიდევ ერთი ბედნიერების შეგრძნება იყო, თუმცა ინოლა აღარ იყო, მაგრამ მე მაინც მქონდა შეგრძნება იმისი, რომ მე ამ ადამიანის გამგზელებელი ვარ. და რა ვიცი, დღემდე მომყვება, არა მაქვს აი ეს განცდა, რომ იცით რა ყოფილა, ვთქვათ, ჩემი ინტერვიუები ცოტა მწუხარე გამოდის ხოლმე და არ მინდა თქვენს დაგამწუხოთ, იმიტომ რომ ესეთი მოგონებები მაქვს მიკავშირდება, მაგრამ ყოფილა ისე რომ ვიღაცას გამოუხედავს და რაღაცა ესეთი შეცოდების თვალით და ისე მწყინდა, ბრაზდებოდი ამაზე, რომ არაფერი ამჭირს შესაპირიქით, რომ რაღაცნაირად მისი შვილი ვარ და პირიქით ბედნიერებაა ხო ეს ყველაფერი. აი ეს ბედნიერება მქონდა ყოველთვის და ყოველთვის ბრაზდებოდი, რომ რატო აქვს ადამიანებს აი რაღაცას ის რა ქვია თანაგრძნობით, მარტო პირიქით რომ რაღაცნაირად გამოეხატათ, რომ უი რა არა ყოფილა ეგეთებიც არის, რომ აი რო გაიგებენ, რომ იმის შვილი ხარ და რაღაცა ემართება თუ 10 მაგაც სიყვარული უჩნდებათ იმ მშობლების გამო. ბევრი ადამიანისგან გამიგია, ვისი მშობელი ძალიან წარმატებული და ცნობილი იყო, რომ რაღაცნაირად კომპლექსი ჰქონდა მშობლის. კი, არის ხოლმე. თქვენ შემთხვევაში თუ იყო მსგავს? ისე რაღაც პერიოდში კომპლექსზე ვარ დავარქმევდი. ანუ ბოდიში დავაკონკრეტებ, რა ია შუღლიას შვილობა უფრო გინდოდა თუ ინოლა გუგულიას შვილობა? ორივე, იმიტომ რომ აი ყურეთ ეგ დაახლოებით რომ წამოვიზარდე და უკვე ია შუღლიაშვილობა რო დაიწყო, მაგ პერიოდში ყველას უნდოდა რომ ია შუღლიაშვილი, მაგრამ ინოლას ქალიშვილი. აი ეს იყო სულ ანუ განუყოფელი იყო. ეს მე არანაირად არ მაგიზენ პირიქით, მაგრამ აი მათი მნიშვნელობითობა იყო რაღაც მომენტით რა, იყო ეგ მომენტი, რომ აი ცოტა გქონდა და სხვათა შორის ჩემმა უფროსმა ძმამ მამუკა სალუქვაძე მითხრა რომ იცი რა შენო ია ხარო და ია უნდა იყო იმიტომ რომ ღეროდი რაღაცას რო ვაკეთებდი ძალიან ბევრი ოჯახის წევრებიც რაღაცნაირად ინოლას ხედავდნენ ჩემში მე დიდად ვერასოდეს ვერ ვამსგავსებდი ჩემ თავს ნუ რაღაცებში შეიძლება მაგრამ ასე რომ ვიმე როგორ გავს და ის აი ეგ მომენტი არ მქონდა იმიტომ რომ ინოლა რაღაცნაირად სხვანაირად ლაღი იყო მე ცოტა ერთი მძიმე ხასიათის თუ რამე შეიძლება იქიდან გამომდიდა მე და მე წლების მერე გავაცნობიერე რომ ალბათ ეს სიმძიმე იქიდან მოდის რომ ინოლას 10 წლისას დედა არ დაუკარგავს და მე ეს სიმძიმე მახლდა ალბათ, თუმცა ამას მაინც რაღაცნაირად ვლახავდი და ჩემმა ძმამ მითხრა რომ კი კარგიაო რომ ესო, მაგრამ შენო შენი თავიო. ოღონდ აი ძალიან მზრუნველულად, ძალიან ჩემთვის თქვა და ზუსტად გავიგე. რომ არც უნდა მეთაკილებოდეს და არც უნდა რაღაცა მეამპარტავნებოდეს თუ და ან რაღაც აი შეგრძნებების დონეზე უნდა შენი თავი უნდა იპოვო და ყოველთვის უნდა გქონდეს უკან ის რომ მოდიხარ იქიდან ანუ დედისგან, მამისგან მოდიხარ და ეს უნდა გახდეს. ამიტომ დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრა ეგ მომენტი და არა მაქვს საერთოდ ეგ პირიქით მიხარია რო ახსენებენ უბრალოდ დღეს უკვე არის ის მომენტი რომ ია შუღლიაშვილიც ვარ და ინოლას შვილიც ვარ. აუ თქვენ ცხოვრება მოიტანა თვითონ მე არ მიზრუნია ამაზე და არასოდეს არ შემიქმნია ეს ამინდი რომ ან ვინმესთვის მეთქვა რომ იცით რაღაცა არა თავისით მოიტანა ცხოვრება. თქვენს მიმართ კიდე 1000 მაგი და მილიონ მაგი არ ვიცი ყვარულის და პატივისცემის ხსობა გამიჩნდა რომ ნახე ახლა მუსიკალური 10 წლების დამთავრების მერე კონსერვატორიაში აპირებდა ჩაბარებას და მაშინ გაიგო რომ დედას უნდოდა რომ მსახიობი გამოსულიყო და მე წახვედით აქეთ და არ ვიცი შეიძლება ითქვას ან იყო ეს ოცნებაზე უარის თქმა იმიტომ რომ
არა. აი გეტყვით, მაგით მამა გავანაწყენე ცოტა. და ძალიან წყვდება გული. დღეს სამწუხაროდ არც მამა, არც დედა და არც ჩემი უფროსი ძმა ცოცხალი, მაგრამ მაშინ ძალიან ეწყრემთ, რომ ყველა გზით უნდა წავსულიყავი კონსერვატორიაში, იმიტომ რომ მე ვსწავლდი ნიჭიერთა მუსიკალურ აწლეთში. ამ განხრით უნდა წავსულიყავი, იმიტომ რომ ჩვენში ყველაში იყო, ჩემ ძმაშიც, ჩემშიც იყო ეს მუსიკალურობა და ალბათ სწორი იყო, რომ ამ ხაზს გავყოლოდით და ჩემი ძმა გაყვა, მაგრამ ჩემთვის იმდენად ბევრი იყო მუსიკა, რომ ამას პროფესიად ვერ გავიხდიდი და აი ზუსტად მაგ მომენტში გავიგე, რომ ინოლას თურმე ნდომებია, რომ მე ვყოფილიყავი, უკვე აღარ იყო ინოლა მაშინ. თურმე ნდომებია და ამან რაღაცა ბიძგიმა, თითქოს იქიდან დამეხმარა, რომ შენ ეს არ გინდა ია, შენ რაღაცა სხვა გინდა და წადი იქით კენო და კონსერვატორიდან ცოტა ქვემოთ ჩამოვედი რუსთაველზე და ჩავაბარე თეატრალურში. და ეს მომენტი, რომ თქვათ, რატო იყო ბევრი მუსიკა ჩემ ცხოვრებაში, სწორად რომ ავხსნა, მაშინ ზუსტად მამა ჩემს ჰქონდა, ისევ მამებზე გადავედი. მამა ჩემს ჰქონდა აი ეს სტუდია გახსნილი და სულ რაღაცა ძიებაში იყო იმისი, რომ ბავშვებისთვის როგორ მარტივად, როგორ შეიძლებოდა მარტივად მიეწოდებინა მოცარტი, ბეთჰოვენი, ბახი, შოპენი და ასე შემდეგ, თანამედროვე კომპოზიტორებიც და ამის ზედოზირება მქონდა ამ და ყველას რასაც კი აკეთებდა, ყველაფერს ცდიდა ჩემზე. და უნდა გითხრათ, რომ აწლეთში სხვა მეთოდით მასწავლიდნენ, აი ვთქვათ მუსიკის თეორიას და მამა სხვა სტილით მასწავლიდა, გაცილებით ადვილად მამას მეთოდით და გაორებები მქონდა, რომ მამა რო რაღაც აი მუსიკის ანალიზი არის, რომ ნოტები გიდევს და იმის უნდა გაშიფრო, რა აკორდი კი აქვს დაწერილი ამა თუ იმ კომპოზიტორს და ამის აკორდებს უწერ რა და მამას მეთოდით უფრო ადვილად ვაკეთებდი და მე იმ მეთოდით გადამყავდა აწლედის მეთოდზე და ორმაგი სამუშაო მიწევდა და აი ძალიან დავიღალე. ძალიან დავიღალე აი მას ქვია ბევრი იყო მუსიკა თორე დღეს მაგალითად ყველანაირი თუ რამე გამივლია და მისწავლია თუ აწლეთში თუ მამა ჩემისგან თუ აი ოჯახისგან დღეს ყველაფერი მადგება იმიტომ რომ შორს მაინც ვერ წავიდა მუსიკა ჩემგან რომ მაინც სიმღერასთან მიწევს ურთიერთობა მაინც ნოტებთან მიწევს ურთიერთობა გარდა იმისა რაც თეატრში და კინოში ხდება მაინც მიწევს მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია მაგრამ ისეთი ნაწილი, აი როგორც შეხარ მთლიანად შენი ორგანიზმით, აი ესე და თეატრი, კინო არის პროფესია. აი ესე დავუყურებთ. პატივცემულო ვლადიმერ, ჩვენ სტუმრებს სულ ვეკითხებით ხოლმე, როგორი მამა ბრძანდებით. არ გიგითხავს ქალბატონი იასთვის. კი, ცოტა ახსენეთ, მაგრამ სწორი შენიშვნაა. როგორი დედა ია შუღლიაშვილი მოგვიყვებით. დედაზე თავად როგორი დედა ხართ? ეს ალბათ ჩემი შვილებმა უნდა თქვა ხო ყველა ესე იტყვის მაგრამ კაცრი ალბათ არ იქნებოდით არა ვარ უი კი კაცრი ვარ ოღონდ ზომიერად აი როცა უსამართლობა ხდება როცა რაღაცა არ მომწონს ქცევითი ან დამოკიდებულების ან რაღაცა ვიღაცასთან ურთიერთობაში ანუ ადამიანთან მიმართებაში თუ არის რაღაცა არასწორი იქ ცოტა მკაცრი ვარ, ოღონდ ისეთი მკაცრი კი არა, რომ რაღაცა ან დაჟდის ფორმა მქონდეს ან რაღაცა. იგივე რაც მე მაგ გავლილი ეთყობა იმას ვაკეთებ, რომ აი შეიძლება ველაპარაკო ცოტა ისეთ რაღაცა მკაცრი ტონით ველაპარაკო, მაგრამ და აღზრდელობითი და თანადგომითი, ასე ვთქვათ, რომ მისთვის გასაგები იყოს ჩემი პოზიცია. მე არ გაძალებ, მაგრამ მე მგონია რომ ეს არასწორია. აი რაღაც ამ ფორმით ვცდილობ რომ გავაგებინო რომ ჩემთვის მიუღებელია და იქნებ გაიაზრო და შენთვისაც მე გეთახმებით ქალბატონოია რომ შვილის აღზრდის პროცესში რაღაც დოზით სიმკაცრე მაინც აუცილებელია. მე ვფიქრობ, მარტო შვილის კი არა, ზოგადად ვფიქრობ, რომ იგივე ვთქვათ სკოლებში მოიხსნა საერთოდ პედაგოგის
რაღაცა აი ამ კუთხით. მე არ ვიცახი რომ პედაგოგი უნდა წემდეს და ან მე მახსოვს მაგალითად ხა. ისე ზოგადად გავიხსენებ რომ რაღაც რკინის ჯოხტავში და ნუ ეგეთ რაღაცები ყოფილა და ეგ ძალიან ცუდია რა თქმა უნდა. ესე შეურაცხყოფ არ უნდა მიაყენო, მაგრამ სიმკაცრე, სიყვარულით, სიმკაცრე, იმიტომ რომ მისთვის კარგი იყოს, ეს მგონია რომ ცოტა დოზით უნდა იყოს. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს და მსმენელიც არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ვგულისხმობ ის სიმკაცრე, რომელიც მის აღზრდას ეხმარება და არათუ გუნავს. უნდა ეხმარებოდეს, რომ არ იყოს ქარაფშუტა, არ იყოს ყველაფერი შემიძლია. ანუ ყველაფრის უფლება კი არა, უფლება არ არის, რომ უზნეობის უფლებაც გაქვს. აი ამას ზნეობაზე დაყრდნობით, ოდნავ სიყვარულიანი ან კაცრიც არ მინდა რომ დავარქვა, აი სიყვარულით და შენიშვნით, რომ მიაწოდო რაღაცა და სამწუხაროდ ეს მოეხსნათ, ასე ვთქვათ, პედაგოგებს რაღაცა უფლებების საკითხებში, ასე ვთქვათ, გადმოწონვა მოხდა რაღაცეების და აი ეს ცოტა მიმარჩნია რომ დარღვეულია იმ გაგებით რომ ზომიერება გვაკლია ყველაფერში. აი მაგაში 100%. ზომიერება თორე რა თქმა უნდა ცოტა სიმკაცრეც იქნება, ბევრი სიყვარულიც უნდა იყოს და ყველაფერი უნდა იყოს, მაგრამ ურთიერთგაგება და ზომიერება არის გამსაზღვრელი აი ამ სწორი დამოკიდებულების შვილსა და მშობელს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და ნებისმიერ ხო უფროს ხელმძღვანელსა და მომსახურე პერსონალს შორის ვინც არიან, აი ზოგადად ყველგან ალბათ, ყველა სფეროში. და მეთახვებით არ ვიცი, რაღაცა თითქოს ზღვარი მოიშალა თუ ამ სოციალურმა ქსელმა საერთოდ გადარია. მე TikTok-ი არ მქონდა, რაც მამების დროს ვაკეთებთ, იქაც ვერთხონდა და ურაბედნიერება რო არ აგავთ, ისეთ სიგიჟეებს ნახულობ, რომ ზოგჯერ დაუჯერებელია, თან არ გამიბრაზდნენ და ის იმის გამო არ ვფიქრობ სხვა ერს პატივს არ ვცემ, ქართველები რო აკეთებენ აი ამ საშინელებას, უფრო მეტად ბრაზდები და უფრო მეტად ვტკივა ხოლმე. ჩვენი გვტკივა და იმიტომ. ხო, აი არ მჯერა ხოლმე რომ ამას რეალური ადამიანები ისეთ რაღაცეებს აკეთებენ და არ ვიცი რა. გადავიდეთ მე მგონი. მე მგონი არ უნდა უყურებდეთ და მე მგონი არ ვიცი მე ზუსტად ვერ ვერკვევი მაგ სქემაში და სისტემაში, მაგრამ როცა არ უყურებენ, იქაც რაღაცა ირღვევა და ანუ რაღაცა წაქეზება ხდება, რომ უფრო მეტი რაღაცები გააკეთო. როცა არ ვნახავთ, ის აღარ დაგროვდება. ნუ ალბათ იქნება რაღაც რაოდენობა მაინც. ხალბატონო, ია ზურაბ ხეიძე რო გითხრა, რომ დღეს პოპულარი თუ გინდა გახდე ადამიანი, აივანზე უნდა ჩამოეკიდო თოკზე, რომ სარეცხი ვარ უნდა თქვაო. თორე ტრადიციული, სტანდარტული, ტყვიანური რაღაც პოპულარული ვერ გახდები და მართლა ეგრეა. მე შეიძლება სუბიექტურია, მაგრამ ძალიან ნორმალურ გადაცემას ვაკეთებთ. საინტერესო ადამიანები საუბრობენ ძალიან საინტერესოდ. ბატონ ზურაბ ხეიძეს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ნაწილობრივ ვეთანხმები მაგ საკითხში. თუ გინდა რომ სწრაფად მიაღწიო, აი ამ იმას კი, მაგრამ მე ძირის ძირში არ ვეთანხმები მაგ საკითხს, იმიტომ რომ თუ შენ რეალურად და ნამდვილად აკეთებ და შენი ღირსებით აკეთებ რაღაცას, ის მაინც ჩანს. კი, მაგრამ პოპულარობას არ არის რაღაცა მნიშვნელოვანი, რომ ამის გამო სარეცხვის თოკზე დაეკიდო. კი, მაგრამ აი TikTok-ერებისთვის ეგ არის. და ეკიდები ეგ უკვე მეტყველებს აი მზნეობაზე, იმ განათლებაზე, იმ მიზნებზე, პრინციპებზე, რაზედაც წერა ლაპარაკობდი. არა. ხო და ძალიან სიმკაცრე არ გამოგვივიდეს ახლა, მაგრამ ძალიან მაგარი ფასეულობა გვაქვს ქართველებს ღვინის სახით. კაი ჩაკვარახჭინებები ისწავლა. ხო და ღვინოც გვაქვს ქალბატონოია. ჩვენი მეგობარია წყლის ტუმბოებისა და სისტემების წარმოებელი კომპანია NEMO, რომელსაც შეუძლია ყველა ტიპის ტუმბო, რაც კი არსებობს, საირიგაციო, სარწყავი, ზემოქმედისა და ყველანაირი ტუმბო. არ აქვს სიღრმეს მნიშვნელობა და სიმაღლეს, თუ ცდები შემისწორი ბატონო. მოკლედ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ NEMO-ს და არაჩვეულებრივად მოემსახურებიან ნებისმიერ ადამიანს, ნულიდან დაიწყებენ და დაასრულებენ. ხო და აი ტუმბოს საჩუქრად ცოტა რთული წამოსახები იყო. ამიტომ სახელობითი ღვინო მოგარქვით NEMO-ს. ღვინო წითელი ნახევარკვილი ფინწმარაული უგემრიელესია. წითელი ღვინო მიყვარს. მით უმეტეს ძალიან დიდი მადლობა NEMO-ს იმისათვის, რომ
წყალი მოაქვთ ჩვენამდე და თუ საჭიროა მიაქვთ კიდეც. ამასაც აქეთ დავდებ. თქვენს მაგირათაც მადლობას ვეტყვი. ბევრი ინტერვიუ ნახეთ თქვენი ქალბატონია და ამ რამდენიმე წინადადებამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მინდა რომ წავიკითხო თქვენი სიტყვებია. შინაგანად პატარობიდანვე ძლიერი ვიყავი ასეთად მამამ მაქცია რთულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნას მე მავალებდა და ნელ-ნელა გავიზრთვენი. მაშინ ვფიქრობდი რაში მჭირდება ეს ყველაფერი მეთქი, მაგრამ ალბათ საჭიროა. კარგია რომ ბავშვს ლამაზ ფერებში დავანახოთ ცხოვრება, მაგრამ ალბათ სირთულეების არსებობის შესახებაც უნდა ვაგზნობინოთ და ვასწავლოთ. თქვენ თუ იყენებდით იმავე მეთოდს შვილების აღზრდის დროს და კი. უფრო შემსუბუქებულად, მაგრამ მაინც ვიყენებდი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზ ფერებში და აი შეფუთულად როცა რაღაცა წინააღმდეგობას ბავშვიც უნდა წააწყდეს, ხო, ელემენტარულად მუხლი იდგინოს ან და ამაზე რაღაცა ძალიან ისეთი არ იყოს, იმიტომ რომ ამ წინააღმდეგობებს ბავშვობიდანვე თუ არ მიეჩვია, დიდობაში მე რა თმაგათ ეთკინება მგონია. არ ვიცი, შეიძლება ვწდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში და მამას აი რაც ვთქვი და გავიმეორებ კიდევაც რომ ვეთანხმები, მაშინ რა თქმა უნდა მტკივნეული იყო ჩემთვის, რომ ნუ აი რაღაცებს ვერ ვლახავდი, იმიტომ რომ წვენო და იმიტომ რომ ამის გაკეთება არ მინდოდა რაღაცა, მაგრამ პირიქით მაკეთებინებდა, რომ ეს ყველაფერი გადამელახა, რომ ამაში ცუდი არაფერი არ იყო. აი მაგალითად არ მინდოდა წასვლა, რომ მაშინ ასე იყო, ეხლა რომ ვიხდით პირდაპირ რა ქვია მობაილ ბანკით რომ ვიხდით, ესე არის, უნდა წასულიყავი სახმართველობაში, იქ მიგეტანა, გადაგეხადა ჩვენც წარით ხო? ხო და აი ძალიან არ მინდოდა ერთხელ წასვლა და მამამ არ იცოდა, მაგრამ მე რატო არ მინდოდა გეტყვით, იმიტომ რომ ეზოში იდგნენ ორი ბიჭი, რომელთანაც გავლა არ მინდოდა. აი იმ წუთას მე არ მინდოდა რომ იქ გამევლო და უნდა გამიარა ის კუჭა რომ მივსულიყავი იმ სახმართველობამდე და მამამ დამავალა რომ სტადიო გადაიხადეო ქვითარიო და არა მეთქი არ მინდა თქო გასვლა თქო არა ხო მიზეს ხო არ ვეუბნები არაფრით და არა და ჩემი მინდა რომ გავიტანო ხო ჩემი მინდა რომ გავიტანო და ამიტომ რაღაცნაირად ვცდილობ რომ ავიცდინო ეს ამბავი და ტირილამდე მივედი რომ ჩემი გამეტანა, მაგრამ აი ამ სიჯიუტეში, აი ამ სიჯიუტის ცოტა გატეხვაში, რა თქმა უნდა ვერ მიხვდა მამა რა მიზეზი მქონდა. ჩათვალა რომ რაღაცას ვჯიუტობ და მაინც გამიშვა. ჩავედი აი ესე ჭღნავილით, ტირილით, იმეცი და ნუ იმას ვქენი, მოვახერხე, შორი გზით მოვიარე, არ გავიარე იქა, ასე შემოუარე სახს და ესე წავედი სახმართველობისკენ, რომ იქ მაინც არ გამევლო იმ ბიჭების გვერდით, ასე ვთქვათ და მაგრამ აი მახსოვს, რომ ტირილით მივედი მე გზაში დავწყნარდი, გადავიხადე ეს ქვითარი და წამოვედი. აი რა მოხდა, დიდი არაფერი, ხო? ცოტა ვიტირე. მაგრამ რაღაცნაირად აი გადალახვა არის იმისი, რომ ყველაფერი რაც გვინდა ის არ სრულდება. ამიტომ რაც გვეძლება იმის მადლიერი ვიყოთ. მამასთან ერთად არსებული რაღაც მოგონება გაიხსენეთ. რაიმე ისეთ მოგონება თუ არ ყველაზე იმ ძაფრი მოგონება, რაც მამასთან ურთიერთობაზე გახსენდებათ. აი ეხლა რატომღაც ის მახსენდება. სულ არ მინდა ხოლმე რომ რაღაცა სევდიანი იყოს, მაგრამ მახსოვს ხშირი გამოხედვები და ისეთი რაღაცნაირად ღიმილით რო გიყურებს დედას მერე იყო ეს ანუ აი რაღაცნაირ გრძნობასდებდა ხოლმე და სულ გრძნობდი ამას რომ აი განსაკუთრებული ის გაუჩნდა დედას მერე არ ვიცი რაღაცას ხედავდა ინოლასას ჩემში არ ვიცი გოგორო ვიყავი მაინც ქალის მომენტით შეიძლება უფრო მეტად რომ ყველაზე პატარა ვიყავი თუ აი რაღაცა მომენტით ამას ხედავდი და მეც გაათმაგებულად გამიჩნდა და სულ დავსდებდი და ვეუბნებოდი რომ აი სხვათვის მე ვეუბნებოდი მიყვარხარ და გაჩვენ ზოგჯერ ფანჯარაში გადავდგებდი მიყვარხარ მამა მიყვარხარ მეზობლების გასაგონად რაღაცას ვაკეთებდი და გამოდი ფანჯრიდან მეუბნებოდა და აი რაღაცა ის მქონდა უფრო მომეტებულად და სხვათა შორის ეხა გამახსენდა რომ
დედა იმდენად დაკავებული იყო და აი რაღაცა ძილის მომენტიც რაღაცები აკლდა, რომ მამას უმეუბნებოდა, რომ ღამეო რამე თუ გაგიჭირდესო, ჩემთან მოდიო. დედა არ გააღვიძო. და მახსოვს, რომ აი მივდიოდი და მამას ვაღვიძებდი, რომ მამა რაღაცა აი დამესიზმრა რაღაცა და არ მიუწედა. ძალიან პატარა რო ვიყავი რა. კარგი მოდი და ჩამეხუტებდა რაღაცა. დედას რო არ შეწუხებულიყო და ამის გამო მგონია აი ამ მომენტების გამო ბავშვები ხო არიან რომ აი რაღაცას რო იტკენ და წაიქცევიან რაღაცა ვაიმე და რო იტყვიან ხოლმე ხო მე ვიძახდი ვაიმე მამა თქო ვიძახდი იმიტომ რომ შველელი მყავდა მამა რაღაცნაირად და ეს მომენტი მქონდა ვაი მამას ვიძახდი და არა ვაი დედას რა кай მოგონება იყო ხივდა ეს კითხვა ხო აი ჩაფიქრდი მე თქვენმა კითხომ წამიყვანა მაგეთკენ ძალიან ბევრი გვისაუბრია ისე სანამ თქვენამდე მოვიდოდი და სანამ გთხოვდით ჩაწერას ამ ფილმზე მეც ლადოსაც და ჩემ მეგობრებთანაც ბევრჯერ გვისაუბრია ხოლმე და ყოველთვის ვიხსენებ იმ ამბავს თქვენ გაქვთ მოყოლილი, მაგრამ მიჩვენია ჩვენც მოგვიყვეთ, რომ პრემიერის შემდეგ ერთ-ერთ ქვეყანაში აღარ მახსოვს, იქაურები მეუბნებოდა, რომ უყურებდით ფილმს, ფიქრობდი, რომ საკუთარი ოჯახს თუ და იცით რა გამიკვირდა, რომ ევროპაში და არ ვიცი, ამერიკაშიც რაღაც ქართული ოჯახისნაირი პრობლემები როაქვთ. ეგ გამიკვირდა სიბერთე რო გითხრათ. მეც გამიკვირდა, თვითონ პრობლემა რო არის კი არა, რომ იმდენად იმოქმედა ფილმმა, რომ რაღაც თავისი გეგონა თავის ბიოგრაფიაზე იყო თუ რაღაც, ანუ ფილმმა გაამართლა, ხდება ეს, არა აქვს ნიშნობა ქართველი ხარ, ფრანგი ხარ, ამერიკელი ხარ თუ არ აქვს ნიშნობა, ეს პრობლემა ყოფითია, სოციალურია და ყველგან არის. ხო და კი იყო ეგეთი შემთხვევები, აი მაგალითად ამერიკაში მოვიდა ქალი და მითხრა რომ თქვენო ხომ ვერ მირჩევ, ზუსტად იგივე სიტუაცია მაქვს და ხომ ვერ მირჩევდითო რა ვქნაო და მე ვთხარი ეს პერსონაჟია, მე ვერაფერს ვერ გეტყვით მეთქი, იმიტომ რომ ვერანაირად იქიდან გამომდინარე, იმდენად მიიღო გულთან და აი ოდესაში იყო მაგალითად ქალი მოვიდა ტირილით რომ ერთ-ერთიო ზუსტად აი შვილების რაოდენობით, გოგო ბიჭი, აი ყველანაირი სიტუაციითო ზუსტად ჩემი ბიოგრაფია არის მოყოლილიო და სხვათა შორის რეჟისორსაც ნანა ექვთიმიშვილსაც ქონდა ეს მომენტი, რომ აი რამდენად სწორად არის აღწერილი და ზუსტად არის აღწერილი ფილმში, იმიტომ რომ ეს მართლა ხდება. შეიძლება ჩვენ არ ვიცით მსოფლიოს რომელ კუთხეში და სად, მაგრამ ხდება ეგეთი და მათთვის არის ეს ძალიან ცნობერ რა თავიანთ ამბავს და იქიდან გამოსავალს თუ რაღაცნაირად მიაწოდებ ესეთია, მათთვის რაღაცა იმედის მომცემია. გულწრფელად გამიკვირდა მე მეგონა ხა ტრადიციას მაგას ვერ დავარქვით, მაგრამ სულთა ქართული ის მეგონა რაღაც წესი თუ ხასიათიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და მე პირადად ძალიან წინააღმდეგი ვარ მაგის. სულ არ ვიცი ამ 43 წლის ვარ და 4 წლის წინ გადავედით მე და ჩემი მეუღლე შვილებთან ერთად ცალკე საცხოვრებლად და დედა ჩემი და მამა ჩემი სასწრაფო ყავდა დღე და ღამე სახთან, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდა. მე მიყვარს მაგალითად მრავალსულიანი ოჯახი თვითონ, მაგრამ ვთვლი რომ თქვათ ახალგაზრდა ოჯახი ცალკე უნდა ცხოვრობდეს. ასევე ჩემი შვილი რომ დაქორწინდა, იმ თავითვე ვიზრუნე იმაზე რომ ცალკე ყოფილიყვნენ. იმიტომ რომ ოჯახი ისეთი რაღაცა არის, რომ აი ზედმეტი რაღაცები არ არის საჭირო. თუმცა ძალიან ხშირად ერთად რაღაცა დარჩენილან ყოფილან, პერიოდებიც კი ყოფილა რომ ჩემთან ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც უნდა იცოდნენ რომ თავიანთვის რაღაცა თავიანთი ბუდე აქვთ, ხო? იმიტომ რომ მე ვიცი, მე თვითონაც არ მინდა, ეხლა ოჯახში ყველაფერი ხდება, ხო? სიყვარულობანაც ხდება და ჯგუფებიც ხდება, ხო და არ გინდა რომ შემსწრე იყო რაღაცის. ის თვითონ უნდა მოაგვარონ. თვითონ უნდა გადალახონ. ორი ვაჟი მყავს და უკვე გული მისკდება. ისინი რომ ჩემს სახში აღარ იცხოვრებენ და ცალკე წავლენ, უკვე ნერვიულობ, მაგრამ მე ორი გოგო მყავს ვიშო და ახლა მე მკითხე რომ გოგო პროტურა მე მახსოვს რომ გავთხოვდი პირველად ნახე მამა ჩემი ატირებული არის მამაზე გეუბნებით უკვე აი რომ მიდიოდა მთელი ამ რაღაცა ასე ვთქვათ ღვინის ძიების მერე თუ რაღაც შეხვედრის მერე როცა შევხვდით ორი ოჯახი რომ მიდიოდა კიბერს რაღაცა ძალიან არ უნდოდა მაგრამ აეტირა და ისე გამიკვირდა რომ აი რაღაცა რატო ტირის თქო იმიტომ რომ საათ ხუშოს ხო არ მივდივარ სხვა შეს უნდა გითხრათ რომ
მე და მამა ჩემი ერთ დღესა ვართ დაბადებული. მართლა? კი ბატონო. რა მაგარი საჩუქარი აგიხსნით, მე დავიბადე, ესე იგი 17 იანვარსა მამა ჩემი დაბადებული და მე დავიბადე 18 როთენდებოდა აი მაშინ. მაგრამ ჩამწერეს 17-ში. მეც ეგრე ვიზდათ. რა თქმა უნდა, მაგაზე ორი აზრი არ არის. მამა ჩემი იყო მე პატევისცეს და ძალიან ბედნიერი იყო რომ ერთად აგვაქვს მეც მიხარო და რომ ერთად გვაქვს დაბადების დღე მაგრამ აი რო გავთხოვდი მე უკვე ეს რა მივქარეო კაცო რატო იმასგენია უკვე იმიტომ რომ იქ წავსულიყავი თუ თვითონ მოსულიყო თუ რა ყოფილიყო აი ეგ ცოტა რთული გახდა მე მაგრამ სანამ შემდეგ კითხვას დავსვავ, აი ჩემ ბედნიერ ოჯახზე მინდა ისევ კითხვა დავსვავ, მაგრამ სანამ დავსვავ კითხვას მინდა აუცილებლად თქვა თქვენ პარტნიორზე მერაბ ნინიძეზე. კი ბატონო, სიამოვნებო. წარმოუდგენლად მაგრად ხო ასრულებს, მაგრამ და ზოგადადაც არის აი ჩემთვის უსაყვარლესი სახეები და საითკენ ვიყო საუბარი რომ მე და მიშო ვოცნებობთ, რაც ეს გადაცემა გვაქვს ბატონ მერაბის ჩაწერაზე და კიდევ ერთხელ მინდა აქედანაც ძალიან კარგი ადამიანები არიან და მეც გთხოვ რომ დათანხმდით. და რაც თავარი არის რა მინდა მაშინ რადგან მაქვს ეწახველილა და იმეილით ეკონტაქტები ხო მე მგონი თუ როგორ? ხო, შემთხვევაში ზოგ ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით ერთხელ არ დაუტოვები ხარ უპასუხოთ და ესეც ძალიან ბევრის კარგი რამე თქვი მიშო და აქვე ვიტყვი ბოდიში ვისარგებლებ დროით რომ ქართულ კომპანიებს მინდა მიმართო რომ მეილს რო წერენ ლეგო არის რავი ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია და პატარა ბავშვმა მიწერა წერილი და უპასუხეს თქვენც მეც მიშომაც რომ მივწეროს წერილი არ არსებობს უპასუხო დატო ეს ქართული კომპანიის მარკეტინგის მენეჯერები ასე რამ გაგაზულუქათ ხალხო ადამიანი რო გწერთ პასუხის დაბრუნება და თან რო ურეკა არ მე შენი წერილი ვნახე შედალოცულოთ ვნახე ერთი ანკი ან არა ხო შეიძლება ელემენტარული ზრდილობაა და ელემენტარული ყურადღება იმიტომ რომ დღეს კი ხარ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მაგრამ ხვალ შეიძლება მე დაგჭირდე სხვა დაგჭირდეს ვისაც ასე უყურადღებოთ ეს დაჭირებაზეც არა შინაგანი მოთხოვნილებით უნდა გქონდეს რომ ადამიანი რაღაცას რო გეკითხება შენს პასუხი გასცე გავაგრძელებ ისე ფილმზე ხო და ეგ მერაბი აი რაც ახსენა ეხა არც გამკვირვებია იმიტომ რომ აი ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანია და ყურადღებიანი და ადამიანია. აი ადამიანია მთელი თავისი არსით და კითხვა პასუხში იმიტომ მას არის ნიჭიერი და მაგარი. გავაგრძელებ კითხვას, ანუ ფილმში მანანას წასვლა ყველაზე მეტად აბრაზებს მამას. ეს შვილის წასვლის გამოწვეული გაბრაზებაა თუ ის წესრიგი რო ჩამოენგრა თავს? მამას არ აბრაზებს წასვლა. არა, დედა უფრო ბრაზობს. მამა შინაგანად ბრაზობს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად შვილის მხარეზეა. არ არის ეგრე. ეგრე მახსოვდა. მაშინ აი დედას რატო აბრაზებს ეგრე? დედას რატო? აი მამის ხაზი თუ გინდოდათ რომ გაგვევცელებინა, მამა არის ჩუმი მაგრამ აი ესეთი როგორც უნდა ისე გადაწყვიტოს კაცო არაფერს არ აშავებსო ცოტას ლაპარაკობს მამა მაგრამ რასაც იტყვის ისეთია რომ არც შულს ავნებს და არც ოჯახს იმიტომ რომ ფილმის ბოლოს ხო მაინც ის არის რომ ეს ქალი კი არ მიდის და დაიხურა ქუდი და ახალ ცხოვრებას იწყებს დასვენება უნდა და იქ ფილმში არ არის ნაჩვენები ეს ქალი ლექსებს წერს არსად არ ჩანს უბრალოდ მე ვიცი მე გეუბნებით და უნდა სიმარტოვე რომ ეს მოიხმოს თავის მუზები და იყოს კარგად და ხმივა სახშიდაც მივა შვილებსაც მიხედავს მარსაც მიხედავს ყველაფერს მიხედავს მაგრამ ამის გამგები არის მამა ზუსტად და დედა ქოთქოთებს იმას რომ უნდა იყოს ყველაფერი ისე როგორც დედას უნდა აი სხვადასხვა ხასიათებია იქ ნაჩვენები უბრალოდ რომ ხდება ეს ოჯახში მიშო არ გქონია სურვილი რომ ცოტა ხანი მარტო ყოფილიყავი? კი, როგორ არ მქონია ხოლმე, თან კორონას დროს განსაკუთრებით მოგიყვებით უცბად თუ შეიძლება. კორონას დროს ხო ყველა გადავირიეთ. მაშინ განსაკუთრებით მინდოდა ხოლმე მარტოობა და წავედი სოფელი ლილუა რა. კაი მარკეტინგში ვიყავით მაშინ და ტყე ვიცოდი რომ რაღაც ტყე იყო პატარა, თან ძალიან შორიც არ იყო, წავედი ტყეში რომ მეყვირა. მარტო მინდო მეყვირა. წავედი ვიყვირე. დღა ვარ ყვირი და თუ რომ მეცხვარეები იყვნენ, იქ გაგიჟებულები გამოსწვე რა გჭირს რა დაგებაცა არაფერი მარტო მინდა იმდენი ხვარი და გაწყვეტდარჩი ის ვიდეოები როა სასაცილო უცნაური რო ყვირიან და გამოუხდებათ აი ეგეთი რაღაც დამემართა მეცხვარეები მომდევდნენ კომბლებით რა გინდა რა გაყვირებს ტყეში არა მარტოობა ზოგჯერ უნდა ადამიანს რა
როგორ არა მარტოობა კი საჭიროა ზოგს არ უყვარს მაგალითად ზოგს რაღაცა შიშები აქვს მე მაგალითად მარტოობის არ მიყვარს მარტოობა ძალიან არ მიყვარს თან ბავშვები და მეუღლე თქვა სადმე რო ყოფილან წასული გასასვენებლად ეგ სხვა გენა მონატრება სხვა სახში არ არსებობს რომ მივიდე იმიტომ რომ ცარიელს რო ხედავ სახს სუდად ხვდები ან ჩემ მეგობართან ჩვენი სადმე ან სისავსის შეგრძნებით გინდა და იმიტომ ხო და სუდად ხვდები ცარიელს რო ხედავ სახს საერთოდ აღარ ვეკარები ხოლმე ყოველ შემთხვევაში ცდილობ არ გავეკარო მაგრამ სიმარტოვე სხვა არის და განმარტოვება კიდე სხვა არის ალბათ კი განმარტოვება ჭირდება ადამიანს რომ აი რაღაცნაირად აღიქვას რაღაცეები კი განმარტოვება საჭიროა მე პატარაობიდან მიყვარდა მარტო ყოფნა არ მქონდა ეს პირიქით იმ სიმარტოვეში უფრო უღრმავდებოდი და ვარკვევდი რაღაცებს ჩემ თავზე. ესე იგი, ხალბატონო, ია ჩვენი მეგობარია ბარ რესტორანი. რა კარგი ამდენი მეგობრები რო ყავთ. კარგი სათავსო მაგ. ბარ რესტორანი დიდგორი, რომელიც ნუცუბიძის ქუჩის 77 ნომერში მდებარეობს. ეს არის ძველებურ შუა საუკუნეებრივ სტილში გადაწყვეტილი ბარ რესტორანი, არაჩვეულებრივი გემრიელი კერძებით. გარემოა ჯერ ისეთი. მართლა რაღაც შუა საუკუნეებში ეგონებათ თავი. მართლა? კი, ოღონდ გამარჯვებული საქართველოა დიდგორი. მე კარგია, მე მიყვარს ეგ. და ნუ არ ვიცი სასმელთა როგორ ხართ, მაგრამ აქვთ სასმელების არაჩვეულებრივი დიდი და ფართო არჩევანი. მოკლედ თქვენთან გამოგვატანეს 500 ლარიანი ვაუჩერი. თქვენ საყვარელ ადამიანებთან, თქვენ ვაჟიშვილებთან და შვილიშვილებთან ერთად და ოჯახის საყვარელთან იქაურობა. კი ბატონო, ეს არ არის დიდი და შეგიძლიათ თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ოჯახური ვახშამით ჩაიხუტოთ ერთმანეთს. მადლობა დიდგორს. მადლობა დიდგორს. დიდგორი გაგვემარჯოს ყველაფერში. დიდგორი და პატარა პრინცი როგორ დავუკავშირო ერთმანეთს ეგ ვეღარ მოვიფიქრე, მაგრამ ერთ კითხავს ისევ დავსვამი ფაიქიდან მიდი კაცო. ფილმში არის ასეთი მომენტი, რომ მამაკაცები რაღაც სუფრაროა, ქალები სადღე გზელოს ამბობენ და აი ქალი და დიდ პატივს ცემენ სუფრაზე. სუფლიდან და სიტყვიდან, მაგრამ რეალობა სხვანაირია. ქალისას იშვიათად ითვალისწინებენ და რატო გაქვს ეგეთი დისონანსი? სადღე გზელოში კი სამარც კი, 8 მარც კი, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, ხო ეს ზოგადად ალბათ არსებობს კი, გეთანხმებით, მაგრამ ჩემ გარშემო არ არის, ამიტომ დიდად ვერ გეტყვით. ზოგადად არსებობს, ნუ ალბათ იმიტომ რომ მამაკაც თავის ფუნქცია აქვს და ცოტა არის ჩვენში ეს მომენტები, რომ ხალო ეს მომენტები არის და ეგ სადმოსაწონი არ არის, მაგრამ ის რო ეხლა ქალიც ძალიან ძლიერია დღესდღეობით უკვე და რაღაცებს თავის თავზე იღებს და მამაკაცი ცოტა ფუნქციებს არ თმევს. ეგეც ხო არის? ანუ ცხოვრებას მოაქვს რაღაცეები და შენ თავში უნდა ეძიო ალბათ კაცმაც და ქალმაც, რომ ურთიერთ დათმობის უნარი გაგვაჩნდეს. ანუ ერთმანეთში იმ ღირებულებების და იმ ღირსებების აღმოჩენის თუ ქალურის თუ კაცის, რომ აი ეს თანაფარდობაში მოვიდეს ერთმანეთთან, რომ აღარ იყოს შეჯიბრი. არ ვიცი, რამდენად გაგეცით პასუხი შეკითხვაზე არ ვიცი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი ჩემ აზრს, რომ ერთად თქვენ ბრძანეთ, რომ ჩემს გარშემო არ არის ეგეთი. და ჩემი ვიწროვეში ასე ვთქვა. ჩემი აზრით რატო არ არის? ხლა მამაზე რასაც თქვენ საუბრობდით, ხაზგასმით ჩანდა, რომ უზომო დიდ პატივს ცემდა მეუღლეს და ამას თქვენ ხედავდით. შესაბამისად, თქვენც ისე გაზრდიდით თქვენ შვილებს, რომ ამ ხაზს გადაიტანდით და ანუ საით მიყავს საუბარი, რომ მშობლებმა უნდა ვაჩვენოთ ჩვენ შვილებს, რა თქმა უნდა, ბიჭებსაც და გოგონებსაც, რომ პატივისცემა არ არის აქ აუცილებელი ბიჭმა წეს გოგოს პატივი, გოგომაც ანალოგიურად. რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ ყველა. აი სწორედ აღნიშნეთ, რომ რაღაცნაირად ჩემთვის აღნიშნეთ, ჩემი შვილი თუ რამეს აშავებს, მე მგონია რომ ჩემი ბრალია. შეიძლება ეს ვიღაცისთვის არ არის სწორი, ის ცალკე ინდივიდუალურია და დიდია და თვითონ თავის ცხოვრება აქვს და მე კი არ ვერევი იმის ცხოვრებაში, უბრალოდ ის თუ რაღაცას აშავებს და არ მომწონს, ესე იგი რაღაცა მე მგონია რომ რაღაცა დავაშავე და ამ შეგრძნებით ის კი არ არის რომ აი თავს ვითრგუნავ და ჩაგრავ ჩემ თავს ან რაღაცა მე ისე ვაგზელებ რომ გამოსწორება მინდა იმისი მერე
რაღაცნაირად ვცდილობ, რომ ეხლაც კი დიდია თუ რა, ის შვილია მაინც ჩემთვის ყოველთვის და დედის ფუნქციით მაინც მაქვს რომ რაღაცა უნდა მივეხმარო. ახლა დაუკავშირე დიდგორი და პატარა პრინცი მიშო. არ გაცადე საუბარი. რა ვაგეკადრება შეგაც. პატარა უფლისწული თუ პატარა პრინცი ხანის ეძახიან ხანისე თქვენი პირველი სტუდენტობის დროს ერთ-ერთი პირველი როლი იყო, სწორად ვამბობ, ხო? ხო და ეს იყო რაღაცა შუალედური, ასე ვთქვათ, სემესტრის ჩაბარების ნაწყვეტი ვითამაშეთ. მაგრამ პირველი როლი იყო. ასე გამოდის, რომ როლი ნათამაშები პირველი იყო. პატარა უფლისწულს ვეძახდით მაშინ. მაშინ იყო უფლისწული, ახლა გახდა პრინცი, ხო? აჰა, რა ვიცი. უფლისწული და ძალიან მიყვარდა ეს ნაწარმოები, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ვიცოდი და რაღაცა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ხომ მოგიხსენებთ ეს არა, აი ბავშვისთვის ცოტა რთული დასაკითხიც არის და მთელი ფილოსოფია ამაში და რა ვიცი, მე მგონი რომ კარგად გამოგვივიდა. ეს იყო მეორე კურსის ბოლოს. ანუ მეორე სემესტრის რაღაცა ნაწყვეტების ჩაბარება. რამოდენიმე ნაწყვეტი ქონდა უფლისწული და მთლიანად სპექტაკლი არ იყო, მაგრამ როლი ვითამაში. ხო და ახლა ცოტა უცნაური კითხვა რო დაგისვათ, რო შეგხვდეთ ეს ჩვენი პატარა უფლისწული და გითხოთ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანიო, რა პასუხს გასცემდით? სიყვარული. ძალიან ისეთი გამოდის, მაგრამ მართლა სიყვარული, ყველაფრის მამოძრავებელი არის სიყვარული. თუ გრძნობ, თუნდაც, რა ვიცი, აი რო არ გიყვარს ადამიანი, აი არ მოგწონს არა, აი რაღაცნაირი სიყვარული მაინც უნდა გქონდეს, მგონია, იმიტომ რომ შენ გავნებს, რომ ის სიყვარული თუ არ გაქვს და რაღაცა ზიზღი გაქვს, ან მიუღებლობა გაქვს, ან რაღაცა შენ თვითონვე გავნებს, თორე ის წავა გაივლის და საცხოვრებით იცხოვრებს. ის მიხედავს თავის თავს და შენ დაგრჩება ეს რაღაც ნაპეტერი ნარჩვალი ცუდის. სიყვარულისთვის და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი, მაგეთკე. თუ უცნაური კითხვა, უცნაური კითხვა იყო. როგორი მამა იქნებოდა პატარა პრინცი? პატარა უფლისწული. პატარა უფლისწული როგორი მამა იქნებოდა? ვაი, არ ვიცი. საყვარელი მამა იქნებოდა ასე. საყვარელი მამა იქნებოდა, ბავშვით მამა იქნებოდა, ესე მგონია. ან არ ვიცი, ცოტა ხე ისეთ იმაში გადავედი, მაგრამ შეიძლება მამა ვერც ყოფილიყო. ანუ ბევრი ბავშვის მამა ყოფილიყო. ან მამობამდე ვერ მიეღწია. არ გვაწყოს ეს პასუხი. არა, ეგ არა. მამა უნდა ყოფილიყო. არა, ეს ისეთი პერსონაჟია, რომ აი რაღაცა პერსონაჟები აი ცალკეა რაღაცნაირად. მამაც ცოტა ვერ წარმოვიდგინე და იმიტომ თქვი ეგეთი რა. აი მართალი თქვით არა ზუსტად ვერ იქნებოდა მამა, იმიტომ რომ სულ ბავშვი იქნებოდა და ის ამოწერილიც ვავს ეგ მომენტი ისეთია თუ გახსოვთ. უფროსებს რო უთხრაო ვარდისფერი სახლი უნახეო, ვერ მიხვდება ვერაფერსო, მაგრამ მიხვდება თუ ეთქვი რომ 100,000 ფრანკიანი სახლი უნახეო რა. აი მე ოცნებათ მაქვს რომ სულ იქნებოდი დიდი სიამოვნებით ბავშვი. რთულია. არა და მაგარია. მაგარი კი არა რთულია. არ გამოდის ბავშვობა, მაგრამ რო ვიზრდებით ის ბავშვი უნდა ვატაროთ ყოველთვის. კი. აი, გარი თორე ხა იმას ბუნებას და განგებას ვერ შევეწინააღმდებით, ვიზრდებით, მაგრამ სიყვარული უნდა დაგვრჩეს. ახალგაზრდობაში გინდოდა ჟანა დარკის თამაში. კი. რამდენი წაგიკითხავთ ჩემს? რატო აი მე ამბოხე იყავით თუ რაღაცას შეწინააღმდეგ თუ რატო მოგწონდა ჟანა დარკი? საერთოდ შინაგანად მაქვს ეგ ტიპაჟი ვარ. ახლა შეიძლება გმირობა ვერ ჩავიდინო და რაღაც თავგანწირვა ვერ ჩავიდინო, მაგრამ მოწოდება მაქვს მაგისი და ამიტომ რაღაცნაირად მინდოდა რომ ეს განმეხორციელებინა, მაგრამ არა ვერ მოხერხდა. მაგრამ ალბათ ცხოვრებაში უნდა გამეკეთებინა. პატარ-პატარა რაღაცეებში იგერი და როლად ვერ ვითამაშე. და ვიცი, სულ მომწონდა. სხვათა შორის აი სერიოზულად კითხვა რო დავიწყე და ეგეც მამას დამსახურება. არასოდეს არ მაძალებდა. გამარჯობა. არასოდეს არ მაძალებდა, მაგრამ მირჩევდა. და ცოტა მოგვიანებით, ასე ვთქვათ, 12-13 წლის ასაკში უფრო გავიგე გემო კითხვის და ისიც აი ძალიან ესე აბა მოდი ეს წაიკითხე და ეს აბა მოდი ეს წაიკითხე იყო პირველი ზუსტად ორლეანელი ქალწული
შინდლის ანუ ჟანადარგზე და ძალიან შთაბეჭდილად და წამაკითხა ზუსტად სხვათა შორის რო ეწყინა მე რო თეატრალურისკენ წავედი პიესა წამაკითხა პირველად ანუ ასე სერიოზულ ამბავში პიესა წამაკითხა და თვითონ ფორმამ რო ეს არის დიალოგების სახით დაწერილი პერსონაჟმა თვითონ რო ესეთი ქალია რო რაღაც აი ისე მოვიხიბლეთ ყვა მან ჩამრჩა რაღაცნაირად და ვიგრძენი რომ სწორად შემირჩია მამამ რა უნდა წამეკითხა რომ კითხვა შემყარებოდა ეთყობა ხედავდა ამ მარცვალსაც რომ ცოტა ესეთი ვაშკაცური არა ხო არა პრინციპში ვიყავი რაღაცნაირად ესეთი ვიყავი თამამი ვიყავი ვაშკაცურიც ვიყავი ბიჭებთანაც რაღაცნაირად მეგობრობდი ვჭიდაობდი ფეხბურთსაც ვთამაშობდი და სპორტული გოგოც ვიყავი და ეთყობა იმიტომ შემირჩია ეს ორლეანელი ქალწული და აი ესე გახდა ჩემი პერსონაჟი ასე ვთქვათ ძალიან ბედნიერი ვარ და უხარული ვარ რომ შევძელით თქვენი გაცნობა ამდენი საინტერესო ამბის მოსმენა და რა ვიცი მადლობა გულწრფელობისთვის და რომ მოიცალეთ ჩვენთვის და ისეთები ხართ რომ გულწრფელად რო არ ელაპარაკო არ გამოდის ეგ არის ხოლმე ყველაზე კარგი შეფასება სტუმარი რომ მაგას გეუბნება და ძალიან მიხარია დიდი სიყვარული და პატივი ისიც უნდა დავაყოლო რომ დამირეკეთ და მითხარით აი ხმაშივე იგრძნობა ადამიანის ბუნება. ჩემთვის ალბათ ეთყვა უფრო გამძაფრებული ისა მაქვს, ჩემთვის ხმაშივე იგრძნობა ადამიანის განწყობა. აი ამ იმაში ხმაშივე ვიგრძენი თქვენი დამოკიდებულება და ვერაფრით უარს ვერ გეტყოდით. ო, ძალიან დიდი მადლობა, დიდი სიყვარული და პატივისცემა თქვენ და დაიხარით. შენ რომ მეკითხები ხოლმე. ყვაყუყი ძალიან. ყველა გადაცემის მერე მარტო რომ რჩებით სტუმარს რომ დავემშვიდობებით, ჩვენი კითხვაა რომ ყვაყופილი ხარ და ახლავე გავახმოვანოთ ვარეღა მიშო. ყველა ყვაყופილი ვართ ესე იგი. ძალიან დიდი მადლობა. დაიხარით წარმატებები ასევე თქვენს. მადლობა მაყურებელს რომ გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. აბა ჰედა აბაჰო. აბა დროებით.